ვარიერებ, რომ სტალინთან გარკვეული ეჭვებით მივედი. გონებაში შექმნილი მქონდა ფრთხილი, მიზანდასახული ფანატიკოსის, დესპოტის სახე. ველოდი დაუნდობელ ადამიანთან, თვითკმაყოფილ მთიელ ქართველთან შეხვედრას, რომლის სული მთლიანად არც არასდროს მოსწყვეტია მშობლიურ მთებს. ყველა ეჭვი და ჭორი გაიფანტა სამუდამოდ მას მე, რაც რამოდენიმე წუთით დაველაპარაკე. არასდროს შემხვედრია უფრო გულწრფელი, პატიოსანი და მოწესრიგებული ადამიანი. მასში არ არის არაფერი ბნელი და ავის მომასწავებელი. სოლედამ თვისებებით აიხსნება ალბათ მისი უზარმაზარი ძალაუფლება რუსეთში. ეს სიტყვები ეკუთვნის ჰერბერტ ჯორჯ უელსს, ინგლისელ მწერალს, ისტორიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც ჟიულ ვერნთან ერთად ითვლება სამეცნიერო ფანტასტიკის მამად. მისი ნაწარმოებების მიხედვით შეექმნა ისეთი ფილმები, როგორიცაა სამყაროთა ომები, დროის მანქანა, უჩინარი კაცი და სხვა. 1934 წელს რუსეთში მორიგი ვიზიტის დროს სტალინს შეხვდა. თავაზობთ ამ საინტერესო ინტერვიუს. მე დიდად მადლობელი ვარ თქვენი ბატონო სტალინ იმისთვის, რომ ჩემს მიღებას დათანხმდით. ამას წინათ შეერთებულ შტატებში ვიყავი. ხანგრძლივი საუბარი მქონდა პრეზიდენტ რუზველტთან და ვცდილობდი გამომერკვია, რაში მდგომარეობს მისი სახელმძღვანელო იდეები. ახლა ჩამოვედი თქვენთან, რათა გამოგკითხოთ, რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ შეცვალოთ სოფლიო. არც თუ ისეთ ბევრს. მე ზოგჯერ ვხეტიალობ ამ ქვეყნად და როგორც უბრალო ადამიანი ვუკვირდები, რა ხდება ჩემს ირგვლივ. ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორც თქვენ ხართ, უბრალო ადამიანები არ არიან. რასაკვირველია, მხოლოდ ისტორია შეძლებს დაგვანახოს, რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის დიდი მოღვაწე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ მსოფლიოს უკვირდებით არა როგორც უბრალო ადამიანი. მე თავმდაბლობას არ ვაპირებ. მე მხედველობაში ის მაქვს, რომ ვისწრაფვი ვუმზირომ სოფლიოს უბრალო ადამიანისა და არა პარტიული პოლიტიკოსის ან პასუხისმგებელი სახელმწიფო მოღვაწის თვალით. ჩემმა მგზავრობამ შეერთებულ შტატებში გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ინგრევა ძველი ფინანსური სამყარო, მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ახლებურად გარდაქმნა. ლენინმა თავის დროზე თქვა, საჭიროა ვაჭრობის სწავლა. ამის სწავლა კაპიტალისტებისგანო. ახლა კაპიტალისტებმა თქვენგან უნდა ისწავლონ სოციალიზმის სულის შეცნობა. მე მგონია, რომ შეერთებულ შტატებში საქმე ეხება ღრმა რეორგანიზაციას, გეგმიანი, ესე იგი სოციალისტური მეურნეობის შექმნას. თქვენ და რუზველტი ორი სხვადასხვა გამოსავალი წერტილიდან გამოდიხართ, მაგრამ ხომ არსებობს იდეური კავშირი, იდეური ნათესაობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის? მე მაგალითად ვაშინგტონში თვალში მეცა იგივე, რაც აქ ხდება. სამმართველო აპარატის გაფართოება, მთელი რიგი ახალი სახელმწიფო მომწესრიგებელი ორგანოების შექმნა, ყოვლისმომცველი საზოგადოებრივი სამსახურის ორგანიზაცია. ისევე როგორც თქვენს ქვეყანაში, მათ არ ყოფნით ხელმძღვანელობის გაწევის უნარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა მიზანი აქვთ, ვიდრე ჩვენ საბჭოთა კავშირში. ის მიზანი, რომელსაც ამერიკელები მისდევენ, წარმოიშვა ეკონომიური არევდარევის, სამეურნეო კრიზისის ნიადაგზე. ამერიკელებს სურთ ბოლო მოუღონ კრიზისს კერძო კაპიტალისტური მოქმედების საფუძველზე, ეკონომიური ბაზის შეუცვლელად. ისინი ისწრაფვიან მინიმუმამდე დაიყვანონ ის ნგრევა, ის ზიანი, რომელთაც არსებული ეკონომიკური სისტემა იწვევს. ჩვენში კი, როგორც თქვენ იცით, დაანგრეული ძველი ეკონომიკური ბაზის ნაცვლად შექმნილია სრულიად სხვაგვარი, ახალი ეკონომიკური ბაზა. იმ ამერიკელებმა, რომლებზედაც თქვენ ლაპარაკობთ, კიდეც რომ მიაღწიონ ნაწილობრივად თავის მიზანს, ესე იგი მინიმუმამდე დაიყვანონ ეს ზიანი, ამ შემთხვევაშიც კი ისინი ვერ მოსპობენ იმ ანარქიის ფესვებს, რომელიც მოსდგამს არსებულ კაპიტალისტურ სისტემას. ისინი ინარჩუნებენ იმ ეკონომიკურ წყობილებას, რომელსაც აუცილებლად უნდა მივყავდეთ, არ შეუძლია არ მივყავდეთ ანარქიამდე წარმოებაში. ამრიგად უკეთეს შემთხვევაში საქმე გვექნება არა საზოგადოების გარდაქმნასთან, არა ძველი ანარქიისა და კრიზისების წარმომშობის საზოგადოებრივი წყობილების მოსპობასთან, არამედ მისი ცალკეული უარყოფითი მხარეების შეზღუდვასთან, მისი ცალკე ექსცესების შეზღუდვასთან.
სუბიექტურად ეს ამერიკელები შეიძლება კიდეც ფიქრობენ, რომ საზოგადოების გარდაქმნას ახდენენ, მაგრამ ობიექტურად მათ რჩებათ საზოგადოების ახლანდელი ბაზა. ამიტომ ობიექტურად საზოგადოების არავითარი გარდაქმნა არ გამოვა. არც გეგმიანი მეურნეობა იქნება. რა არის გეგმიანი მეურნეობა? რანაირია მისი ზოგიერთი ნიშანი? გეგმიანი მეურნეობა უმუშევრობის მოსპობისაკენ მიისწრაფის. დავუშვათ, რომ მოხერხდა კაპიტალისტური წყობილების შენარჩუნების პირობებში უმუშევრობის ერთგვარ მინიმუმამდე დაკვალა. მაგრამ ხომ არც ერთი კაპიტალისტი არასდროს და არაფრის გულისათვის არ დათანხმდება უმუშევრობის სრულ მოსპობას, უმუშევართა სარეზერვო არმიის მოსპობას, რომლის დანიშნულებაა ზეცვალა მოახდინოს შრომის ბაზარზე, რომელსაც უზრუნველყოფს უფრო იაფასიანი მუშახელი. აი უკვე ერთი ხარვეზი ბურჟუაზიული საზოგადოებისა გეგმიან მეურნეობაში. შემდეგ გეგმიანი მეურნეობა გულისხმობს, რომ ძლიერდება წარმოება მრეწველობის იმ დარგებში, რომელთა პროდუქტები განსაკუთრებით ესაჭიროებათ ხალხის მასებს. თქვენ კი იცით, კაპიტალიზმის დროს წარმოების გაფართოება სრულიად სხვა მოტივებით ხდება, რომ კაპიტალი მიილტვის მეურნეობის იმ დარგებში, სადაც უფრო მნიშვნელოვანია მოგების ნორმა. თქვენ ვერასოდეს ვერ აიძულებთ კაპიტალისტს ზიანი მიაყენოს თავის თავს და დათანხმდეს მოგების ნაკლებ ნორმას ხალხის საჭიროებათა დაკმაყოფილების გულისათვის. თუ არ განთავისუფლდით კაპიტალისტებისაგან, თუ ბოლო არ მოუღეთ საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების პრინციპს, ისე თქვენ გეგმიან მეურნეობას ვერ შექმნით. მე ბევრ ამას ვეთანხმები, რაც თქვენ თქვით, მაგრამ მე მსურდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ თუ ქვეყანა მთლიანად იღებს გეგმიანი მეურნეობის პრინციპს, თუ მთავრობა ცოტ-ცოტა თანდათანობით იწყებს ამ პრინციპის თანმიმდევრულად გატარებას, მაშინ საბოლოო ანგარიშში მოისპობა ფინანსური ოლიგარქია და დამყარდება სოციალიზმი იმ აზრით, როგორც ის ანგლო-საქსთა ქვეყანაში ესმით. ახალი წესწყობილების რუზველტისეულ ლოზუნგებს კოლოსალური ეფექტი აქვს. ჩემი აზრით ისინი სოციალისტური ლოზუნგებია. მე ვფიქრობ ნაცვლად იმისა, რომ ხაზი გაესვას ანტაგონიზმს ორ სამყაროს შორის, საჭიროა თანამედროვე ვითარებაში იმისკენ სწრაფვა, რომ დამყარდეს საერთო ენა ყველა კონსტრუქციულ ძალას შორის. როდესაც მე ვლაპარაკობ გეგმიანი მეურნეობის პრინციპების განხორციელების შეუძლებლობაზე, კაპიტალიზმის ეკონომიური ბაზის შენარჩუნების პირობებში, ამით მე ოდნავადაც არ მსურს დავამცრო რუზველტის მეტად თვალსაჩინო პირადი თვისებანი. მისი ინიციატივა, სიმამაცე, სიმტკიცე უეჭველია თანამედროვე კაპიტალისტური სამყაროს ყველა კაპიტნიდან რუზველტი ყველაზე ძლიერი ფიგურაა. ამიტომ მსურდა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი, რომ ჩემი რწმენა გეგმიანი მეურნეობის შეუძლებლობისა კაპიტალიზმის პირობებში სრულიადაც არ ნიშნავს პრეზიდენტ რუზველტის პირად ნიჭსა, ტალანტსა და გამბედაობაში დაიჭვებას. მაგრამ ყველაზე ნიჭიერს არ დას, თუ მას ხელს არ უწყობს ვითარება, არ შეუძლია მიაღწიოს იმ მიზანს, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ. თეორიულად რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ კაპიტალიზმის პირობებში შეიძლება ცოტ-ცოტა თანდათანობით სვლა იმ მიზნისკენ, რომელსაც თქვენ სოციალიზმს უწოდებთ, ამ სიტყვის ანგლო-საქსური გაგებით. მაგრამ რა იქნება ეს სოციალიზმი? უკეთეს შემთხვევაში, რა წამს რუზველტი ან თანამედროვე ბურჟუაზიული სამყაროს რომელიმე სხვა კაპიტანი მოისურვებს, რაიმე სერიოზული წამოწყებას კაპიტალიზმის საფუძვლების წინააღმდეგ, იგი აუცილებლად სრულ მარცხს განიცდის. ბანკები ხომ რუზველტს არ აქვს, მრეწველობა ხომ მას არ აქვს, მსხვილი საწარმოები, მსხვილი ეკონომიები ხომ მას არ აქვს. ყოველივე ეს ხომ კერძო საკუთრებაა, რკინიგზებიც, სავაჭრო ფლოტიც, ყოველივე ეს კერძო მეპატრონეთა ხელშია. და ბოლოს, კვალიფიციური შრომის არმია, ინჟინრები, ტექნიკოსები, ისინიც ხომ რუზველტს არ ახყავს, არამედ კერძო მეპატრონეებს. ისინი მათთვის მუშაობენ. არ შეიძლება სახელმწიფოს ფუნქციების დავიწყება ბურჟუაზიულ სამყაროში. ეს არის ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის, წესრიგის,
დაცვის ორგანიზაციის ინსტიტუტი, გადასახადების შემკრები აპარატი. საკუთრივ მეურნეობა კი ნაკლებად ეხება კაპიტალისტურ სახელმწიფოს. იგი მის ხელში არ არის. პირიქით, სახელმწიფო კაპიტალისტური მეურნეობის ხელშია. ამიტომ მე ვშიშობ, რომ რუზველტი მიუხედავად მთელი თავისი ენერგიისა და ნიჭისა ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ. თუ საერთოდ მას ასეთი მიზანი აქვს. შეიძლება რამდენიმე თაობის შემდეგ შეიძლებოდა რამდენადვე მიახლოება ამ მიზანთან, მაგრამ მე პირადად ესეც ნაკლებ სარწმუნოდ მიმაჩნია. მე შეიძლება თქვენზე უფრო ძლიერ მწამს პოლიტიკის ეკონომიკური ინტერპრეტაცია. გამოგონებათა და თანამედროვე მეცნიერების მეოხებით მოძრაობაში მოყვანილია უდიდესი ძალები, რომელთაც მიუყავართ უკეთესი ორგანიზაციისაკენ, ადამიანთა კოლექტივის უკეთესი ფუნქციონირებისაკენ, ესე იგი სოციალიზმისაკენ. ინდივიდუალურ მოქმედებათა ორგანიზაცია და მოწესრიგება მექანიკურ აუცილებლობად გარდაიქცა. სოციალური თეორიებისაგან დამოუკიდებლად. თუ დავიწყებთ სახელმწიფო კონტროლით ბანკებზე, შემდეგ გადავალთ ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, საერთოდ მრეწველობის, ვაჭრობის და სხვა კონტროლზე, ასეთი ყოვლისმომცველი კონტროლი იგივე იქნება, რაც სახელმწიფო საკუთრება სახალხო მეურნეობის ყველა დარგზე. სწორედ ეს იქნება სოციალიზაციის პროცესი. სოციალიზმი ერთის მხრივ და ინდივიდუალიზმი მეორეს მხრივ ხომ არ წარმოადგენენ ისეთსავე ანტიპოდებს, როგორც შავი და თეთრი. მათ შორის მრავალი შუალედის სტადიაა. არსებობს ინდივიდუალიზმი, რომელიც ბანდიტიზმის ზღვარზე დგას და არსებობს დისციპლინა და ორგანიზებულობა თანაბარი სოციალიზმისა. გეგმიანი მეურნეობის განხორციელება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მეურნეობის ორგანიზატორებზე, კვალიფიციურ ტექნიკურ ინტელიგენციაზე, რომელიც შეიძლება თანდათანობით გადმობიებულ იქნას ორგანიზაციის სოციალისტური პრინციპების მხარეზე. ეს კი ყველაზე მთავარია. ვინაიდან ჯერ ორგანიზაცია, შემდეგ სოციალიზმი. ორგანიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. უორგანიზაციო სოციალიზმის იდეა მხოლოდ და მხოლოდ იდეაა. შეურიგებელი კონტრასტი ინდივიდუუმსა და კოლექტივს შორის, ცალკე პიროვნების ინტერესებსა და კოლექტივის ინტერესებს შორის არ არსებობს. არც უნდა არსებობდეს. იგი არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან კოლექტივიზმი, სოციალიზმი კი არ უარყოფს, არამედ ათავსებს ინდივიდუალურ ინტერესებს კოლექტივის ინტერესებთან. სოციალიზმს არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს ინდივიდუალურ ინტერესებს. ამ პირადი ინტერესების ყველაზე სრული დაკმაყოფილება შეუძლია მხოლოდ სოციალისტურ საზოგადოებას. უფრო მეტი, სოციალისტური საზოგადოება წარმოადგენს პიროვნების ინტერესთა დაცვის ერთადერთ მტკიცე გარანტიას. ამ აზრით ინდივიდუალიზმსა და სოციალიზმს შორის შეურიგებელი კონტრასტი არ არსებობს. მაგრამ განა შეიძლება კლასებს შორის კონტრასტის უარყოფა. შეძლებულთა კლასსა, კაპიტალისტთა კლასსა და მშრომელთა კლასს, პროლეტართა კლასს შორის, ერთის მხრივ შეძლებულთა კლასი, რომელთა ხელშიც არის ბანკები, ქარხნები, მაღაროები, ტრანსპორტი, პლანტაციები კოლონიებში. ეს ადამიანები ვერაფერს ვერ ხედავენ გარდა თავისი ინტერესისა, თავისი მისწრაფებისა მოგებისალმი. ისინი არ ემორჩილებიან კოლექტივის ნებისყოფას. ისინი მიისწრაფვიან, რათა ყოველგვარი კოლექტივი თავის ნებისყოფას დაუმორჩილონ. მეორეს მხრივ ღარიბთა კლასი, ექსპლუატირებულთა კლასი, რომელთაც არა აქვთ არც ფაბრიკები, არც ქარხნები, არც ბანკები, რომლებიც იძულებულნი არიან იცხოვრონ თავისი სამუშაო ძალის კაპიტალისტებისათვის მიყიდვით და რომლებიც მოკლებულნი არიან საშუალებას დაიკმაყოფილონ თავისი სრულიად ელემენტარული მოთხოვნილებანი. როგორ შეიძლება ასეთ მოპირდაპირე ინტერესთა და მისწრაფებათან შერიგება? რამდენადაც ვიცი, რუსველტმა ვერ მოახერხა გამოენახა გზა ამ ინტერესების შერიგებისაკენ. როგორც განოცდილება მოწმობს, ეს შეუძლებელიცაა. თუმცა თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ შეერთებულ შტატებში არსებულ მდგომარეობას. ვინაიდან მე ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ვყოფილ ვარ და ამერიკის საქმეებს თვალყურს ვადენებ უმთავრესად ლიტერატურის მიხედვით.
მაგრამ მე მაქვს ცოტაოდენი გამოცდილება სოციალიზმისათვის ბრძოლის ხაზით. და ეს გამოცდილება მეუბნება შემდეგს. თუ რუზველტი შეეცდება ნამდვილად დააკმაყოფილოს პროლეტართა კლასის ინტერესები კაპიტალისტთა კლასის ხარჯზე, უკანასკნელი მას სხვა პრეზიდენტით შეცვლიან. კაპიტალისტები იტყვიან, პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, ჩვენ კი კაპიტალისტები ვრჩებით. თუ ესა თუ ის პრეზიდენტი არ იცავს ჩვენს ინტერესებს, მეორეს მოვნახავთ. რა შეუძლია დაუპირისპიროს პრეზიდენტმა კაპიტალისტების კლასის ნებისყოფას? მე არ ვეთანხმები კაცობრიობის ამ გამარტივებულ კლასიფიკაციას ღარიბებად და მდიდრებად. რასაკვირველია არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გამდიდრებისაკენ ისწრაფვიან. მაგრამ განა ამ ადამიანებს ხელით შემშრელებად არ თვლიან სწორედ ისევე როგორც აქ, განა დასავლეთში ცოტა ადამიანები, რომელთათვისაც გამდიდრება არ არის მიზანი, რომელთაც აქვთ ერთგვარი სახსრები, სულთ მათი ინვესტირება, იღებენ ამით მოგებას, მაგრამ ამაში სრულიადაც არ ხედავენ თავისი მოღვაწეობის მიზანს. ეს ადამიანები სახსრების ინვესტირებას განიხილავენ როგორც არასასრულ აუცილებლობას. განა ცოტა ნიჭიერი და ერთგული ინჟინრები, მეურნეობის ორგანიზატორები, რომელთა მოღვაწეობას სულ სხვა სტიმულები ამოძრავენ, ვიდრე გამდიდრება, ჩემი აზრით, არსებობს მრავალრიცხოვანი კლასი, უბრალოდ ნიჭიერი ადამიანებისა, რომელთაც შეგნებული აქვთ ახლანდელი სისტემის არადამაკმაყოფილებლობა და რომელიც მოწოდებულნი არიან ითამაშონ დიდი როლი მომავალ სოციალისტურ საზოგადოებაში. მე ბევრს მუშაობდი უკანასკნელ წლებში და ბევრს ფიქრობდი სოციალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის იდეების პროპაგანდის აუცილებლობაზე. ინჟინერთა, მფრინავთა ფართო წრეებში, სამხედრო-ტექნიკურ წრეებში და სხვა. ამ წრეებთან კლასობრივი ბრძოლის სწორხაზოვანი პროპაგანდით მისვლა უნაყოფოა. ამ წრეებს ესმით რა მდგომარეობაშია მსოფლიო, რომელიც სისხლიან ჭაობად იქცევა, მაგრამ ეს წრეები კლასობრივი ბრძოლის თქვენს პრიმიტიურ ინტერესთა შეურიგებელ წინააღმდეგობას ნონსენსად თვლიან. თქვენ არ ეთანხმებით ადამიანთა გამარტივებულ კლასიფიკაციას მდიდრებად და ღარიბებად. რასაკვირველია, არსებობენ შუაფენები, არსებობს ის ტექნიკური ინტელიგენციაც, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ და რომელთა წრეშიაც არიან ძალიან კარგი, ძალიან პატიოსანი ადამიანები. ამ წრეში უპატიოსნო, ბოროტი ადამიანებიც არიან, ყოველგვარი ჯურისანი არიან, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, ადამიანთა საზოგადოება იყოფა მდიდრებად და ღარიბებად, მქონებლებად და უქონლებად, ანუ ექსპლუატირებულებად. და განყენება ამ ძირითადი დაყოფისა და წინააღმდეგობისაგან ღარიბებსა და მდიდრებს შორის ნიშნავს ძირითადი ფაქტისაგან განყენებას. მე არ უარყოფ, რომ არსებობენ შუალედის საშუალო ფენები, რომლებიც ამ ორი ურთიერთშორის მებრძოლი კლასიდან ან ერთ-ერთის მხარეზე დგებიან, ან და ამ ბრძოლაში ნეიტრალური თუ ნახევრად ნეიტრალური პოზიცია უკავიათ, მაგრამ ვიმეორებ. განყენება საზოგადოების ამ ძირითადი დაყოფისგან და ამ ძირითადი ბრძოლისგან ორ ძირითად კლასს შორის ნიშნავს ფაქტების უგულებელყოფას. ეს ბრძოლა წარმოებს და იწარმოებს. ამ ბრძოლის შედეგს პროლეტართა კლასი, მომუშავეთა კლასი წყვეტს. მაგრამ ცოტაა არა ღარიბი ადამიანი, რომლებიც მუშაობენ და მუშაობენ პროდუქტიულად. რასაკვირველია არიან წვრილი მიწადმოქმედნიც, ხელოსნები, წვრილი ვაჭრები, მაგრამ ეს ადამიანები კი არ განსაზღვრავენ ქვეყნების ბედს, არამედ ის მშრომელი მასები, რომლებიც აწარმოებენ ყველაფერს, რაც აუცილებელია საზოგადოებისათვის. მაგრამ ხომ არსებობენ მეტად სხვადასხვაგვარი კაპიტალისტები. არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ მხოლოდ მოგებაზე, გამდიდრებაზე, არიან ისეთებიც, რომლებიც მზად არიან მსხვერპლისათვის. მაგალითად, მოხუცი მორგანი. იგი მხოლოდ გამდიდრებაზე ფიქრობდა. ის პირდაპირ პარაზიტი იყო საზოგადოების სხეულზე. ის მხოლოდ სიმდიდრეთა აკუმულაციას ახდენდა თავის ხელში. მაგრამ აილეთ როკფელერი, ის ბრწყინვალე ორგანიზატორია. მან მოგცა ნავთის გასაღების ორგანიზაციის მაგალითი, რომელიც მიბაძვის ღირსია. ან ფორდი. რასაკვირველია, ფორდი ჭკვათმყოფელი
კაცია, ის ეგოისტია, მაგრამ განა ის რაციონალური წარმოების მგზნებარე ორგანიზატორი არ არის, რომლისგანაც თქვენ სწავლობთ? მე მსურდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ უკანასკნელი დროის განმავლობაში ანგლო-საქსურ ქვეყნებში საბჭოთა კავშირის მიმართ სერიოზული გარდატეხა მოხდა საზოგადოებრივ აზრში. ამის მიზეზია პირველ რიგში იაპონიის პოზიცია და გერმანიაში მომხდარი ამბები. მაგრამ არის სხვა მიზეზებიც, რომლებიც მარტო საერთაშორისო პოლიტიკიდან არ გამომდინარეობენ. არის უფრო ღრმა მიზეზი. იმ ფაქტის შეგნება ფართო წრეების მხრით, რომ კერძო გამტიდრებაზე დამყარებული სისტემა ინგრევა. და ამ პირობებში მე მგონია, საჭიროა არა ორ სამყაროს შორის არსებული შეურიგებლობის წინ წამოყენება, არამედ იმისკენ სწრაფვა, რომ შეერთებულ იქნას ყველა კონსტრუქციული მოძრაობა, ყველა კონსტრუქციული ძალა მაქსიმალურად შეძლებული ოდენობით. მე მგონია, რომ თქვენზე მემარცხენე ვარ, ბატონო სტალი. მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო უკვე უფრო ახლოს მივიდა ძველი სისტემის დაძლევასთან. როდესაც მე ვლაპარაკობ კაპიტალისტებზე, რომლებიც მიისწრაფვიან მხოლოდ მოგებისაკენ, გამდიდრებისაკენ, მე ამით სრულიადაც არ მინდა იმის თქმან, რომ ისინი უკანასკნელი ადამიანები არიან და სხვა არაფრის უნარი არ აქვთ. ბევრ მათგანს უეჭველად აქვს დიდი ორგანიზატორული ნიჭი, რის უარყოფას მე არც კი ვფიქრობ. ჩვენ საბჭოთა ადამიანები ბევრ რამეს ვსწავლობთ კაპიტალისტებისაგან. და მორგანიც, რომელსაც თქვენ ასეთ უარყოფით დახასიათებას აძლევთ, უთუოდ კარგი, ნიჭიერი ორგანიზატორი იყო. მაგრამ თუ თქვენ ლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც მზად არიან მოახდინონ მსოფლიოს რეკონსტრუქცია, მათი მონახვა რასაკვირველია არ შეიძლება იმართ წრეში, რომლებიც სულით და გულით ემსახურებიან გამდიდრების საქმეს. ჩვენ და ეს ადამიანები მოპირდაპირე პოლუსებზე ვიმყოფებით. თქვენ ლაპარაკობთ ფორდზე. რასაკვირველია ის წარმოების ნიჭიერი ორგანიზატორია. მაგრამ განა თქვენ არიცით მისი დამოკიდებულება მუშათა კლასისადმი. განა თქვენ არიცით რამდენ მუშას ერეკება იგი ქუჩაში ტყუილუბრალოდ? კაპიტალისტი მიჯაჭულია პროფიტზე. მას ვერავითარი ძალით ვერ მოგრეჭთ მისგან და კაპიტალიზმს მოსპობენ არა წარმოების ორგანიზატორები, არა ტექნიკური ინტელიგენცია, არამედ მუშათა კლასი, ვინაიდან ეს შუაფენა დამოუკიდებელ როლს არ თამაშობს. ინჟინერი, წარმოების ორგანიზატორი, ისე ხომ არ მუშაობს, როგორც მას სურს, არამედ ისე, როგორც მას უბრძანებენ, როგორც პატრონის ინტერესი მოითხოვს. რასაკვირველია გამონაკლისი არის. არიან ამ შუაფენის ადამიანები, რომლებიც განთავისუფლდნენ კაპიტალიზმის შხამისაგან. ტექნიკურ ინტელიგენციას შეუძლია განსაზღვრულ პირობებში სასწავლების მოხდენა. უდიდესი სარგებლის მოტანა კაცობრიობისათვის, მაგრამ მასვე დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია. ჩვენ, საბჭოთა ადამიანებს, გვაქვს ჩვენი ას თუ ისე მცირე გამოცდილება ტექნიკური ინტელიგენციის მიმართ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტექნიკური ინტელიგენციის განსაზღვრულმა ნაწილმა არ მოისურვა მონაწილეობა ახალი საზოგადოების მშენებლობაში. ეთინააღმდეგებოდა რა ამ მშენებლობას საბოტაჟს უწევდა მას. ჩვენ ყოველნაირად ვცდილობდით ჩაგვება ტექნიკური ინტელიგენცია ამ მშენებლობაში. მივდიოდით მასთან ისედაც და ასედაც. ცოტა დროს არ გაუვლია, ვიდრე ჩვენი ტექნიკური ინტელიგენცია დადგებოდა ახალი წესწყობილების აქტიური დახმარების გზაზე. ამჟამად მისი საუკეთესო ნაწილი სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის პირველ რიგებშია. ჩვენ, რომელთაც ასეთი გამოცდილება გვაქვს, შორს ვართ ტექნიკური ინტელიგენციის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების შეუფასებლობისაგან. და ჩვენ ვიცით, რომ მას შეუძლია ვნების მოტანაც და სასწაულთა მოხდენაც. რასაკვირველია, საქმე სხვაგვარად იქნებოდა. ერთი დაკვირვით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ტექნიკური ინტელიგენცია სულიერად მოგვეწყვეტა კაპიტალისტური სამყაროსგან. მაგრამ ეს უტოპია. განა ტექნიკური ინტელიგენციაში ბლომად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც გაბედავენ კავშირი გაწყვეტონ ბურჟუაზიულ სამყაროსთან და ხელი მოკიდონ საზოგადოების რეკონსტრუქციას? როგორ ფიქრობთ თქვენ? ბევრია თუ არა ისეთი ადამიანი, ვთქვათ ინგლისში, საფრანგეთში? არა.
ცოტანი არიან თავის პატრონებთან კავშირის გაწყვეტისა და მსოფლიოს რეკონსტრუქციის დაწყების მოსურნენი. გარდა ამისა, განა შეიძლება მხედველობიდან იმის გამოჩენა, რომ მსოფლიოს გარდასაქმნელად საჭიროა ხელთ გქონდეს ძალაუფლება? მე ვფიქრობ, ბატონო უელს, რომ თქვენ ძლიერ ნაკლებად აფასებთ ძალაუფლების საკითხს, რომ ის საერთოდ თქვენი კონცეფციიდან იკარგება. რისი გაკეთება შეუძლიათ თუნდაც საუკეთესო განზრახვების მქონე ადამიანებს, თუ მათ არა აქვთ უნარი დასვან ძალაუფლების აღების საკითხი და ხელთ არა აქვთ ძალაუფლება? მათ უკეთეს შემთხვევაში შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმ ახალ კლასს, რომელიც ძალაუფლებას აიღებს, მაგრამ მსოფლიოს გადატრიალება თვითონ მათ არ შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა დიდი კლასი, რომელიც შეცვლიდა კაპიტალისტთა კლასს და ისეთივე სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი გახდებოდა, როგორიც კაპიტალისტთა კლასი. ასეთი კლასია მუშათა კლასი. რასაკვირველია, უნდა მივიღოთ ტექნიკური ინტელიგენციის დახმარება და თავის მხრივ უნდა გაუწიოთ მას დახმარება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მას ტექნიკურ ინტელიგენციას შეუძლია დამოუკიდებელი ისტორიული როლი ითამაშოს. მსოფლიოს გარდაქმნა დიდი, რთული და ტანჯვითი პროცესია. ამ დიადი საქმისთვის დიდი კლასია საჭირო. დიდ გემს დიდი ცურვაც შეეფერება. დიახ, მაგრამ დიდი ცურვისთვის საჭიროა კაპიტანი და ნავიგატორი. მართალია, მაგრამ დიდი ცურვისთვის უწინარეს ყოვლისა საჭიროა დიდი გემი. რა არის ნავიგატორი უგემოდ? ადამიანი დარჩენილი უსაქმოდ. დიდი გემი ეს კაცობრიობაა და არა კლასი. თქვენ, ბატონო უელს, გამოდიხართ როგორც ჩანს იმ წინამძღვრიდან, რომ ყველა ადამიანი კეთილია. მე კი არ მავიწყდება, რომ არსებობს მრავალი ბოროტი ადამიანი. მე არ მწამს ბურჟუაზიის სიკეთე.